სახლი აგვისტოს მზეზე. ასე ქვია სპექტაკლს, რომელზეც ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს სპექტაკლი ნიკა ჩიკვაიძემ დადგა თავისუფალ თეატრში სრულიად გამორჩეულმა და საკუთარი ხელწერის, პეტრად განსაკუთრებული ხელწერის რეჟისორმა, რომლის თეატრალური ფორმაც ძალიან ნატურალისტურია, სრულიად სხვა ხედვის წერტილით უყურებს იმ ემოციას, რომელიც ჩვენში დაბუდებულია და ხშირად ჩვენ თვითონ გაურბივართ ამ ფიქრის ლაბირინთებში გაძღოლას და ნიკა ყოველთვის რაღაცა ძალიან მძაფრად ამას გვანახებს ხოლმე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელიც ბოლო დროს მინახავს და სწორედ აი ამ სპექტაკლზე სასაუბროდ მომიწვიე ორი არაჩვეულებრივი თეატრმცოდნე, ქალბატონი ანა ნომირიანაშვილი და ქალბატონი ანასტასია ჩერნეცოვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ იღებთ ჩვენს საუბრებში მონაწილეობას. ანანო, თქვენ დაგისვავთ პირველ შეკითხვას. სპექტაკლი, რომელიც ცნობილი კინო ეკრანიზაცია, ჩვენ გვახსოვს არაჩვეულებრივ მერილ სტრიპი ამ ფილმში, მაგრამ უცბად ვნახულობთ გადმოქართულებულ ვერსიას, რომელიც თავისუფალი თეატრისთვის მშობლიურია და ვარსიმაშვილი სულ ცდილობს, რომ ყველა მისი პიესა თუ არ არის ეს ცხადია შექსპირი გადმოაქართულოს და ამ კუთხითაც მე მგონი ძალიან მომგებიანი გამოდგა, რომ ეს ამბავი, ამ ოჯახის ტრაგედია, გაუთავებელი უბედურებების კასკა ხდება საქართველოში. იცი რა, ჩემთვისაც ამ სეზონზე ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია, ნამდვილად ვაღიარებ ამას. თავდაპირველად როგორც გაირკვა ეს კინოსცენარი, მეც თავიდან მეგონა რომ ეს იყო კინოსცენარი, მაგრამ როდესაც ჩავეძიე ამ ამბავს, აღმოჩნდა რომ თავიდან დაიწერა როგორც პიესა. ეს იყო 2007 წელს, მისი ავტორია ტრეისი ლეტსი. თავად მსახიობი, კინო სცენარისტი და დრამატურგი. და ეს იყო მისი დებიუტი, რომელშიც მან აიღო პულიცერის პრემია და ტონის ჯილდოც აიღო ამ პიესაში. და მხოლოდ შემდეგ მოხდა უკვე მისი ეკრანიზაცია, მართლაც არაჩვეულებრივი ფილმია. ეს პიესა დადგმულია ბევრ ქვეყანაში. ბროდვეის სცენაც დაიპყრო, დაიდგა ლონდონში, ავსტრალიიდან დაწყებული, რუსეთით, ჩინეთით, ინდოეთით დასრულებული, არ დარჩენილა ქვეყანა, მგონი, სადაც არ დადგმულა და ზოგან იდგმებოდა როგორც ორიგინალური ნაწარმოები და ზოგან ხდებოდა მისი ადაპტაცია იმ ქვეყნის პირობებში, ასე ვთქვათ, სადაც იდგმებოდა. ასე მოხდა ქართულ რეალობაშიც და ვფიქრობ, რომ იმდენად უნივერსალური პრობლემა არის და იმდენად უნივერსალურია ეს ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები, როგორც ჩანს, იგივენაირი პრობლემები აქვს თუნდაც ინდოეთში, ჩინეთში და ავსტრალიაში, როგორც მაგალითად ჩვენს პატარა ქვეყანაში, რომელსაც ძალიან კარგად მოერგო ეს პიესა. გადმოქართულება ეკუთვნის დავით გაბუნიას, ნამდვილად არაჩვეულებრივი კარგად არის გადმოქართულებული, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი თვითონ ამ პიესას სირთულე არ აქვს. ადვილად შეიძლება მისი გადმოტანა ნებისმიერ რეალობაში, ნებისმიერ ქვეყნის რეალობაში. ანასტასია, თვითონ სპექტაკლზე რო დავიწყოთ საუბარი. ძალიან საინტერესოდ განაწილებული როლები. და რაც თვალსაჩინოა, ეს არ არის ერთი თეატრის, ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ანსამბლი. ეს არის თუმანიშვილის თეატრიდან ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, მარჯანიშვილის თეატრიდან ქალბატონი ეკამ ჟავანაძე და ვალერი კოშე და ასევე სხვადასხვა თეატრიდან მოწვეული მსახიობები, რომლებიც ყველა გამორჩეული და განსაკუთრებულია ნამდვილად. იმიტომ არა, რომ ეს ასე უნდა ითქვას. ხო, რაღაც უცბად სრულიად ისე გაერთიანდნენ, ისე ერთ ენაზე ალაპარაკდნენ ეს ადამიანები, რომ შენ გრძნობ, რომ ეს პრობლემა ძალიან შენია, ყველასთვის ძალიან ხელშესახებია. გაცივებული განცდა ადამიანებისადმი და ჩვენი მთავარი პრიორიტეტის რითიც ჩვენ ცხოვრობთ, ამით მოცვა და სხვა ყველაფრის დავიწყება. თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას და რა იყო თქვენთვის ამ სპექტაკლში თვალსაჩინო? პირველ რიგში მაშინ ვისაუბროთ სამსახიობო ანსამბლზე, რადგან თქვენ ახსენეთ მსახიობები და მართლაც რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა სკოლისა და თაობის მსახიობები იყრიდნენ თავს, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ანსამბლური იყო და ეს წარმატებული სპექტაკლის გარანტი არის დამეთანხმებით ალბათ და ასევე თითოეული მსახიობი იქნება ეს მთავარი როლის შემსრულებელი თუ მეორე და მესამე ხარისხოვანი, მაინც იგრძნობოდა ინდივიდუალური ნიშან-თვისებები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ
რეჟისორი სკრუპულოზურად მუშაობდა თითოეულ მათგანთან. და ამასთანავე იმასაც ვიტყვი, რომ აი მაგალითად ქალბატონი ნინელი ჯუნას როლში იყო არაჩვეულებრივი. მან შექმნა აბსოლუტურად განსხვავებული სახე. აი თითქოს ჩვენთვის მაინც ეს ქალბატონი ასოცირდება რაღაც დიდებულ როლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი სხვადასხვა სახის მხატვრული სახე აქვს შექმნილი, მაგრამ მაინც და ამ სპექტაკლში მე უცნაური რაღაც ვიდე მეც იგივე უთხარი ნინელის, რომ აი ნინელის თამაშობდა ამ როგორც კლასიკას. აი რაღაც ნიშნელოვან ძალიან დიდ დრამატურგიას. აბსოლუტურად განსხვავებული მასკულინური, ანდროგენული იყო რა. მასში რაღაც უფრო მეტი კაცური იყო, ვიდრე ქალური და თან ეს იყო აბსოლუტურად ორგანული. ვერ ვიტყვი, რომ აი მაგალითად მისი ვიზუალი, მისი მეტყველება არ შეესაბამებოდა. პირიქით, ყველაფერი ორგანულად იყო შერწყმული. იცი, ეს არის სპექტაკლი, რომელშიც თითქოს რეჟისორი არ ჩანს და ეს არის ფეირვერკი ერთმანეთზე უკეთესი მსახიობების, იმიტომ რომ აი ვერავის ვერ გამოარჩევ, ყველა ძალიან კარგად თამაშობს. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზუსტად ესეთი სპექტაკლების, ზუსტად ესეთი აქტიორული მიღწევების უკან ყოველთვის დგას ძლიერი და გონიერი რეჟისორი. ანუ ეს არის სპექტაკლი, სადაც თითქოს რეჟისორი არ არის, მაგრამ ყველაფერში არის რეჟისორი, ყველა დეტალში, ყველა დიალოგში, ყველა წვრილმანში. და ყველაზე მეტად აი ალბათ ეს მომეწონა კიდევ ამ სპექტაკლში და საერთოდ მე ასეთი თეატრი ძალიან მიყვარს, სადაც რეჟისორი არ გახვევს თავს, აი ჭარბი დოზით არ არის წარმოდგენილი თითქოს რაღაც აი ძალიან ბევრი ეფექტი, ძალიან მრავალფეროვანი ისეთი სხვადასხვანაირი გადაწყვეტებით. მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი სათქმელი პრობლემა, ის რაზეც მას უნდა რომ ესაუბროს მაყურებელს, მოიტანოს აი ძალიან ზუსტად და ძალიან ლოგიკურად შენამდე. მეც დაგეთანხმები მაგაში, ანუ იმიტომ რომ აი ის სწორედ ანუ ფორმისთვის არ დგამს, არ არის საერთოდ აი ფორმალისტობისგან აბსოლუტურად დაცლილია ეს სპექტაკლი. როგორც თქვენ ახსენეთ ბატონო ნიკა, მას გააჩნია თავისი აი ხელწერა, რაც ძირითადად გამოიხატება რაღაც მკაცრ ნატურალიზმში, რაც ამ სპექტაკლშიც გამოიხატებოდა, თუმცა ეს იმას არ მეტყველებს, რომ ის მაგალითად არის დაშტამპული ამ მხატვრული ხერხით, არამედ პირიქით, აი მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ გრიბოედოვის თეატრში დადგმული ძიავანია, სადაც აბსოლუტურად პირობითი გარემო იყო შექმნილი, არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ რეჟისორულ გადაწყვეტებში. და თან ახლა ამ პიესას, რომელიც არის ოჯახურ თემაზე, აქ არის გენეტიკური საკითხები, ასევე ნარკოდამოკიდებულება და სხვა მრავალი დღესაც სამწუხაროდ მაინც ტაბუირებული თემა. ხომ აი შესაბამისად ეგ ფორმა არის აბსოლუტურად გამართლებული პასუხისგებლობა ალბათ, რომ და როცა ეუბნება დასრო ვის უტოვებ დედას, ის რომ მეორეა პასუხისგებელი და არა თვითონ. ანუ აი ეს აქცენტი ყველა პერსონაჟთან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე გიჩნდება განცდა, რომ შენ ყველა იმ პასუხისგებლობას ართმევ თავს, რაც გავალია ცხოვრებაში, თუ გაურბიხარ და მხოლოდ იმას აკეთებ, რაც გინდა რომ გააკეთო. ეს ისე ადვილად თვალშისაცემი გახდა ამ სპექტაკლის შემდეგ, სხვადასხვა სანგითხად, რომ მე აი ამ ბოლო დროს რომ გადავავლე თვალი მის ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლებს, ხო, დაწყებული ესეთ პირველი სპექტაკლი, რომელიც მან დადგა, ეს იყო მილიონერის ვიზიტი. აი მარლენე კუტია თამაშობდა. მე ასევე ძალიან საინტერესო სპექტაკლი ჰქონდა თავისუფალ თეატრში და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ატმოსფეროს იმდენად ბუნებრივად ქმნის, იმდენად ნიშნელოვანი და დამაჯერებელია მისი აი ეს ტრაგიზმი, რომ ეხა შე რომ მოუყვე მაყურებელს მოგეჩვენება, რომ ეს არის ნამეტანი, რომ აი ამდენი როგორ შეიძლება ერთ ოჯახში მოხდეს. არა და ხდება ოჯახებში ეს ამბავი უბრალოდ ამის აღქმას და თვალის გასწორებას გაურბის საზოგადოება და ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას და იქ მეგობარია თუ მეგობრის შვილი თუ ის ყველას თავისი წილი დანაშაული მიუძღვის, არა
თვითონ პიესის ჟანრიც განსაზღვრულია როგორც ტრაგიკომედია და მე ესეც ძალიან მომწონს, რომ რეჟისორსაც და მთლიანად სადადგმო ჯგუფს აქვს დაცული ტრაგიკომედიის ეს ჩარჩოდან არ გადიან. იქ გარკვეული დიალოგებისას საკმაოდ მწვავე და ესეთი კონფლიქტური ეპიზოდებისას მაყურებელი იცინის. მაგრამ ამ სიცილის მიღმა სულ გრძნობ იმას, რომ იმას ამ სიცილის პარალელურად ტკივა მაყურებელსაც გრძნობს აი ამ პრობლემას და გულზე ხვდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვეხება, თითოეულ ჩვენგანს ეხება ის, რასაც ხედავს სცენაზე. არ არსებობს რაღაცა პრობლემა მაინც, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არ არის. მე ყოველთვის მიყვარს ეკამჟავანაძის ნახვა სცენაზე, იმიტომ რომ ვიცი, რომ იქ რაღაცა და განსაკუთრებით ხშირად კომედიას თამაშობს, ან მის პერსონაჟს დაყვება კომედია. და ასევე დაიწყო სპექტაკლის პირველი ნახევარი, უცბად წამოვიდა რაღაცა ის საოცარი იუმორი, ის დეტალები, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ეკას აქცენტებით არის გაკეთებული, იმიტომ რომ მას დაყვება მის სამსახიობო ქარგასეს აქცენტები და მხიბლავს ამის ნახვა და უცბად აი რაღაცა შუა ნაწილში მეორე მოქმედებაში დაიწყო სრულიად განსაკუთრებული ტრაგიზმი ამ პერსონაჟისა, ამ ქალისა, როცა ირკვევა, რომ მის შვილს უყვარს ნინელი ჭანკვედაძის შვილი და ისინი შეყვარებულები კი არა სინამდვილეში დაწმანი არიან და აი ამ სცენის თამაში ძალიან რთულია, ხო, ასე სათქმელად. ეს მგონია, რომ აი ეკამჟავანაძის საუკეთესო როლია, იმიტომ რომ აი რაღაცა უდიდესი ამპლიტუდა აქვს, რაღაცა კომედიური რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟიდან უცბად ძალიან ტრაგიკულ ქალამდე, რომელსაც აი ერთ წამში ენგრევა თავზე ყველაფერი და ამას აცნობიერებს. ამიტომ აი ჩემთვის ამ კუთხითაც ძალიან გამორჩეული იყო, რომ აი ეკა კიდევ სხვანაირად წარმოჩნდა. მაგალითად ფილმში ფიგურირებს ქმრის პერსონაჟი და ასევე სახლის დიასახლისი. მაგრამ სპექტაკლში ეს ორი პერსონაჟი ნიკა ჩიპოიძის გადაწყვეტით, ასე ვთქვათ, ამოჭრილია და საერთოდ არ იქნება იმის შთაბეჭდილება, რომ აი არსებობს რაღაც დანაკლისი. პირიქით, ჯერ ერთი ამით დრო მოიგო და ამასთანავე აი მაგალითად როგორც იბსენთან, ჩეხოვთან აი ეს უხილავი პერსონაჟები დიდ როლს ასრულებენ, ასევე იყო ამავე სპექტაკლში, ხო? მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ არც მოჩვენებებში ოსვალდის მამა ფიზიკურად არ არის, ის გარდაცვლილია, მაგრამ სწორედ მის ქმედებებზე დგას ყველაფერი ამ პიესაში და ასევე სწორედ აი ამ კაცის თვითმკვლელობით ტრიალდება მთელი ეს ტრაგიკომედია, რომელიც ვიხილეთ სცენაზე. ბატონო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი ეს ნატურალიზმი, რომელიც შენს ახსენე, რომელიც გამოგიტყდები და მე ყოველთვის არ მიყვარს სცენაზე. იმიტომ რომ ხშირად ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ცოტა უფრო განზოგადებული, უფრო მხატვრული გარემო ზოგჯერ უფრო მეტად უხდება ხოლმე ამა თუ იმ სპექტაკლს. თუმცა ამ შემთხვევაში ზუსტად ეს ჭირდებოდა ამ პიესას. სცენაზე მაყურებელი დარბაზში შესვლისთანავე ხედავს ცხოვრებას, რომელიც მიმდინარეობს სცენაზე. მეოთხე კედელი არის მყარად აღმართული, ასე ვთქვათ, ის არ ირღვევა მაყურებელს და სცენას შორის, ხო, ეს სიცოცხლე გრძელდება, ანუ მუდმივად ხდება რაღაცა სცენაზე. შეიძლება დიალოგი არ არის, მაგრამ დაუშვათ, ჩვენ ხედავთ როგორ ალაგებენ, აწესრიგებენ სახლს პერსონაჟები, ხო? ანტრაქტის დროსაც კი ისე ვთხოვენ, რომ დავტოვოთ დარბაზი, რომ სცენაზე არ წყდება ის პროცესი, რაც ხდება მსახიობებს შორის, ხო? რო შედიხარ უკვე ეკამჟავანაძე და ვალერი კორშიად დგანა. ეს ძალიან ორმაგად საინტერესო არის ალბათ მაყურებლებისთვის ეს. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს უწყვეტობის მომენტი, რომელიც ანტრაქტშიც კი არ სრულდება მსახიობებისთვის, ეს რაღაცა განსაკუთრებულ ელფერს სცენს ამ წარმოდგენას. არის სხვათა შორის ბევრი დეტალი, რომელიც აი ვფიქრობ, რომ ალბათ მეორედ მესამედ რაც ვნახავ და აუცილებლად ვნახავ ამ სპექტაკლს. აი ეს დეტალები კიდევ უფრო ცხადი გახდება ჩემთვის, თუნდაც მაგალითად გადაცემა, რომელსაც უყურებს ვალერი კორშიას პერსონაჟი, ეს არის გადაცემა რაღაცა ცხოველებზე, დოკუმენტური ფილმი ტაცებელ ცხოველებზე. ესეც არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ მე აი ეს თემა
მეორე მოქმედებაში კიდევ უფრო მეტად ვითარდება, როდესაც დაუშვათ საუბრობენ იმაზე, რომ ცხოველის სიკვდილის წინ განიცდის შიშს და პატარა თინეიჯერი გოგონა, რომელიც აცხადებს, რომ მე ვეგეტარიანელი ვარ და არ ვჭამ ცხოველის ხორცს, იმიტომ რომ მის შიშს არ ვჭამ, შიშს, რომელსაც ის სიკვდილის წინ განიცდის. ამ თემაზე ბევრს იცინიან, რაღაცა აიგდებენ, ასე ვთქვათ, ამ ახალგაზრდა პატარა გოგონას, მაგრამ სინამდვილეში რაღაც მომენტში ყველა პერსონაჟი ხვდება, რომ თითოეულ მათგანში არის ეს რაღაცა ცხოველი, რომელიც შიშს განიცდის. ყველას აქვს რაღაცა დასამალი, რაღაცა საიდუმლო, რაღაცისგან თავის დაცვა ჭირდებათ აუცილებლად. აი ეს დაძაბულობა და ეს მუხტის სული გრძნობა მუდმივად, აი დაწყების წუთიდან იწყება და ბოლომდე გრძელდება სპექტაკლის ბოლომდე. სპექტაკლს ჩემთვის ნიკა ჩიკვაიძე რითი გამოირჩევა ზოგიერთი მისი კოლეგისგან. დასაწყისიდან ბოლომდე რო უყურებ სპექტაკლს, არ გიჩნდება განცდა, რომ აი აქ გაუჭირდა, აი აქ გაიჭედა, აი ამას გადაახტა. მან ზუსტად იცის რა უნდა ამ სპექტაკლით. ეს ისეთი იშვიათია, იმიტომ რომ აი იწყება იმ ემოციების ნელ-ნელა ძალიან მწირე შეგროვება და ბოლოს რაღაცა აიფონი გეტაკება. ამას ისეთი გემოვნებით აკეთებს და მაინც გონია, რომ რეჟისორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობა უნდა იყოს გემოვნება. და ეს ესთეტიკა, რაც იმ ნატურალიზმზეც ვახსენეთ, ხო? მხატვართან ერთად, აი, რო ჩამოთვალო რა დგას სცენაზე და მე მხატვარს უთხრა, რომ ეს ისე განვითავსე, რომ არ იყოს ქაოსი და არ იყოს უგემოვნება და იყოს ის, რაც აი ამ ესთეტიკისთვის არის დამახასიათებელი, ალბათ ძალიან ცოტა შეძლებს. და ეს შეძლო მხატვარმა რეჟისორთან ერთად. ამიტომ ნიკა ჩიკვაიძის ეს ხელწერა, რომ აი ამ ემოციებით თამაში როგორ უნდა მოიტანოს და როგორ რაღაცა შენ თავთან მარტო დაგტოვოს და ფიქრის საშუალება მოგცეს, აი ერთ-ერთი განსაკუთრებული, აი მისი ოქროს გასაღებია, რომელთაც პირდაპირ მოდის მაყურებლამდე და სხვათა შორის ეს ის ოქროს გასაღებია, რომელიც პროფესიონალი მაყურებლის და ჩვეულებრივი თეატრის მოყვარული ანუ თეატრმცოდნისა და თქვათ რიგითი მაყურებლის გულებს ერთნაირად ახებს, გულებს და უფრო გონებას. და ამ კუთხით მგონია, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი სახელი და გვარია ნიკა ჩიკვაიძე ქართული თეატრისთვის და უბრალოდ გული მწყდება, რომ იშვიათად დგავს. მას აქვს სტუდია, ახალგაზრდებს ასწავლის თეატრალურ ხელოვნებას და მგონია, რომ ვართმევს ქართულ თეატრს დროს მისი სტუდია და არ ვიცი, ხა ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი რო დადგას, უფრო მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართულ თეატრს და საზოგადოებასაც. ეს არის აი ამ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახელი და გვარი ჩემთვის. სამსახიობო ანსამბლზეც მინდა გკითხო, როდესაც მიდიხარ ნინელი ჭანკვეტაძის სანახავად, სულ ფიქრობ, რომ აი რაღაც იზავს მეც და რო უყურებ ამ ქალს, მის გამომსახველობას და რო გახსენდება ხან ჯერ დაიხოცენ მერე იქორწინეს და ხან არ ვიცი, რომელი ერთი კინოში თუ თეატრში, უცბად ხვდები, რომ ამ ქალს აქ რაღაცა დაძეცგილი, გუდა, აი ამ ფერების და ესე უშურველად იყრის. აი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყველა მისი დეტალი, სუნთქვა რო წევს იქა და რო არ ჩანს და აი როგორ სუნთქავს ის საწოლი რო ირხევა, ხო, რო ტრიალდება. მე აი მოტორიკა ამ ქალის რაღაცა იმტაცებელია და რა აქცენტები აქვს, როგორ აქვს მისი გონებრივი კლასიფიკაცია გამოხატული მის ჟესტიკულაციაში და მის რაღაცა ქმედებაში. აი დიდი ოსტატია. და ესეთი ოსტატის გვერდით თამაში აფერგრთალებს გარემოს. და ეს გაფერგრთალებული გარემო არ არის. მის გვერდით განან არტისტები, რომლებიც განსაკუთრებულნი არიან თავიანთ პერსონაჟებში. ნუ ეკამ ჟავანაძეზე ვისაუბრე, ანა ალადაშვილი. არის აი შენთვის ვინ იყო გამორჩეული და განსაკუთრებული? ასევე გამოვარჩევდი სწორედ ანი ალადაშვილს, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ მას არაერთი როლი აქვს შექმნილი, ხო? დამეთანხმებით მათ შორის აქვს შექმნილი დესდემონა, მელანო სამანიშვილის დედინაცოლში და რომელი ერთი როლი დავასახელო მის მიერ შესრულებული და ამ სპექტაკლში აბსოლუტურად განსხვავებული მსახიობი დავინახე მასში. იმიტომ რომ აი იგი სკრუპულოზურად ძერწავს თავის პერსონაჟს და საერთოდ გავიწყებს იმას, რომ აი ეს სცენაზე დგას
ანი და არა პერსონაჟი. და ასევე ხო აი მის და ნინელი ჭანკვეტაძის ტანდემი განსაკუთრებული იყო მათი ურთიერთობა მე მახსენებდა აი მარტი მაკდონას ლინეინის სილამაზის დედოფალში დედისა და შვილის ურთიერთობას რომ სწორედ მე ის მოძალადე დედა ვინც იყო ხო აი მე კი დასასრულს უახლოვდება ეს ქალი მაგრამ სწორედ მისი შვილი ხდება ზუსტად ისეთი როგორც თავად იყო და რაც ეზიზღებოდა მას დედამისში და აი ამ შემთხვევაში ზუსტად ეს გამოვიდა და რაც თავარია აი თითოეული მსახიობი არა მარტო ქალბატონი ნინელი და ანი ალადაშვილი არამედ ყველა იყო ძალზე ორგანულად შეთამაშებული ერთმანეთთან ჯანო იზორიან უცასულობაზე არც ყოველთვის გაურბივარ ხოლმე ჩამოთვლას იმიტომ რომ ეს სპექტაკლია ანა გვანცელაძე არაჩვეულებრივად თამაშობს ან ესეთი ძუნწი გამომსახველობითი ფორმით და მაგრამ ძალიან სწორად გაკეთებული ხასიათით. შენი ზღა დაგვრჩენია რომ წარმატება უსურვოთ შემოქმედებით ჯგუფს ამ არაჩვეულებრივ სამსახიობო ანსამბლს და თქვენ კი ნამდვილად გირჩიოთ რომ მიხვიდეთ თავისუფალ თეატრში და ნახოთ სპექტაკლი რომელსაც როგორ ქვია სახლი აგვისტოს მზეზე სახლი აგვისტოს მზეზე ნახვამდის